კოპენჰაგენიდან სულ რაღაც 1 საათის სავალზე მდებარეობს პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც დანიელ სტუდენტებს ხელმარჯვე ოსტატებად აქცევს. ყოველთვის შემოქმედებითი ადამიანი ვიყავი და მე ხერხებოდა ჭხირკედელაობა. გადავწყვიტე რამე ხელობა მესწავლა. ამ დროს შევიტყვე მინის ოსტატის ხელობის შესახებ, რომელიც საინტერესოდ მომეჩვენა. ძალიან მომწონს ეს პროფესია. სხვა სამშენებლო პროფესიებს არ გავს. აქ როგორც წესი, ხელით შრომობ, ზოგჯერ სიმძიმეების აწევაც გვიხდება, მაგრამ ძირითადად საკმაოდ მშვიდი საქმეა. არასდროს არის გვიანი ახალი რამის სწავლა. თუ გონება გახსნილი ხარ, ეს ყოველთვის შესაძლებელია. რაკი ევროპა ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირების გზით მიდის, მოთხოვნა მაღალი კვალიფიკაციის მუშებზე ისეთი დიდია, როგორიც არასდროს ყოფილა. პროფესიული სასწავლებლები და გადასამზადებელი ცენტრები მთელ ევროკავშირში სათავეში უდგანან ამ პროცესს და სტუდენტებს მწვანე პლატფორმაზე გადასვლისთვის ამზადებენ. ამ სასწავლებელში 180 სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა ხელობას, რომლებსაც მრეწველობა ხშირად ითხოვს. ესენია მინის ჩასმა, სახურავის გადახურვა და მშენებლობა. სტუდენტების სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ მეცადინეობას, რომლის დროსაც სტუდენტები ხვდებიან, რომ ტრადიციული აკადემიური განათლების გარდა სხვა ბევრი შესაძლებლობაც არსებობს. და ეს შესაძლებლობა ცხოვრების სულ სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ადამიანებს იზიდავს. მე ფილოსოფიასა და ისტორიას ვსწავლობდი და უცებ მომინდა რაღაც მუდმივი, სტაბილური საქმე მეშოვა. თუმცა საკმაოდ რთულია ფილოსოფოსისთვის ასეთი საქმის პოვნა. მინების ჩასმა პრაქტიკული ხელობაა და გაცილებით სწრაფად რჩები კმაყოფილი გაკეთებული საქმის შემდეგ. შედეგსაც ბევრად სწრაფად აღწევ. Instant satisfaction working with your hands and you can see the results more vividly. ყოველთვის ვიცოდი, რომ არ ავირჩევდი აკადემიური განათლების გზას. ყოველთვის ხელით შრომა უფრო მემარჯვებოდა. კარგია, რომ უფრო მეტად ვითხოვთ მწვანე ენერგიასა და გარემოს დაცვას. ეს ჩვენი საქმიანობის უმეტეს ნაწილს მოიცავს და ეს ჩვენი მუშაობის მეთოდიკასაც შეცვლის. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული განათლება ხშირად უფრო გარანტირებულ დასაქმებას თავაზობს, ვიდრე ტრადიციული აკადემიური, ამ ტიპის განათლებაზე მაინც ნაკლებია მოთხოვნა და სტუდენტების ნაკადი. პროექტი მარჯვე ხელები მომავალი ინიციატივისთვის, რომელსაც კოორდინაციას სკოლა უწევს. ამ რეალობის შეცვლას აპირებს. ეს სამწლიანი პროექტი, რომელსაც ევროკავშირის სოციალური ფონდი პლუსი 1.950.000 ევროთი აფინანსებს, ახალ მეთოდებს მიმართავს, რათა პროფესიული განათლების კარიერული უპირატესობა წარმოაჩინოს. ამ პროექტის მთავარი მიზანია მოვიზიდოთ მეტი ახალგაზრდა კადრი, რომ დაეუფლონ პროფესიულ განათლებას. ამის ერთ-ერთი ნაცადი საშუალება დაწყებით სკოლებთან მუშაობაა. ჩვენი პროექტის მონაწილეები მიმაგრებული არიან კლასზე, რომელთანაც ხანგრძლივად მეგობრობენ და მოწაფეებს უხსნიან, რამდენად სასიამოვნოა ამა თუ იმ ხელობის დაუფლება. გარდა ამისა, თანამშრომლობ დასაქმების ცენტრებთან. მათი პერსონალი პროფესიულ სკოლებში დადის. თავად ჰკიდებენ ხელს ამა თუ იმ ხელობას და ამის მერე უკეთ აკვალიანებენ სამუშაოს მაძიებლებს. Dem, som skal ud og have et job. 2021-2027 წლებში ევროკავშირი 150 მილიარდ ევროზე მეტის ინვესტირებას აპირებს განათლებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ თანხის დიდი ნაწილი დაეთმობა პროფესიულ განათლებასა და გადამზადებას. მოთხოვნადი კვალიფიკაციის დეფიციტი რომ აღმოიფრას, განსაკუთრებით ენერგეტიკულ და ციფრულ სექტორებში, ევროპული სტრატეგია ხელს უწყობს კვალიფიკაციის ამაღლების დაფინანსებას და მისი სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. განათლება ევროკავშირის კომპეტენციაში არ შედის. ეს წევრი სახელმწიფოებისა და რეგიონების ხელისუფალთა კომპეტენციაა. წევრ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია მიმდინარეობს ამ საკითხზე. ისინი ამბობენ, კი ბატონო, მაგრამ თუ ევროპულ დონეზე გვექნება თანამშრომლობა და ვაღიარებთ ერთმანეთის პროფესიული განათლების ხარისხს, როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ეს კვალიფიკაციის სისტემა ერთნაირი იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს ნდობა განათლების სისტემებს შორის, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ის არის, რომ შეძლოს თავისი დიპლომისა და ხარისხის გამოყენება წევრ ქვეყნებში. სადაც არ უნდა იყოს, თუკი მისი კვალიფიკაცია შეესაბამება ინდუსტრიისა თუ ვაკანსიის მოთხოვნას. ევროკავშირში ასევე მუშაობენ, რომ პროფესიული განათლების მქონე რაც შეიძლება მეტი სტუდენტი ჩაერთოს საერთაშორისო პროგრამებში, როგორიც არის მაგალითად Erasmus+ და აღმოფხრან გენდერული დისბალანსი, რომელიც ჯერ კიდევ მრავალ ხელობას აყენებს ზიანს. რობერტი ფიქრობს, რომ ასეთი ტიპის მხარდაჭერა ძალიან მიმზიდველია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ცხოვრების შეცვლა სურთ. ეს მესიჯი დაგაფიქრებს, რომ ცხოვრებაში იმაზე გაცილებით მეტი არჩევანია, ვიდრე წარმოგიდგენია და შესაძლოა, ვერც შეამჩნია რომელიღაც პროფესია, რომელიც სასურველ მომავალს შეგიქმნიდა. ევროპის მომავალი მხოლოდ ტექნოლოგიასა და ოსტატობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ კვალიფიცირებულ ადამიანებზე. პროფესიულ განათლებასა და გადამზადებაში დღეს ინვესტიციების ჩადება მომავლის მუშახელს უზრუნველყოფს.